რუსთავში ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობის ფორუმი 2025 გაიმართა. საქართველოს მუნიციპალიტეტებში პირველად რუსთავის მერიამ ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობების ელექტრონული პლატფორმა შექმნა. 1000-მდე კორპუსში განხორციელებულ პროექტებსა და ამხანაგობების გაძლიერების მიზნით გატარებულ რეფორმებზე ნინო ლაცაბიძემ 870 ამხანაგობის წარმომადგენლებთან ისაუბრა. ამ მომენტისთვის რუსთავის კორპუსის სამსახური სხვადასხვა სახის სამუშაოებს 220 ლოკაციაზე ასრულებს. გრძელდება ახალი ლიფტების პროექტი და წლის ბოლომდე რუსთავის მაღალსართულიან კორპუსებში 183 ახალი ლიფტი დამონტაჟდება. ასევე გრძელდება სადარბაზოების რემონტის, შიდა წყლარინების სისტემის რეაბილიტაციის და კორპუსების უსაფრთხოების მიზნით დაგეგმილი პროექტებიც. განვიხილეთ ის საკითხები, რომლითაც ჩვენ გარკვეული პროგრამებით გავაძლიერებთ ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობებს, დავძლებთ იმ გამოწვევებს, რაც ყოფითი მიმართულებით გვაქვს იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებს განვახორციელებთ, რაც მათი მხრიდან დგება ყოველდღიურად სამსახურის წინაშე 7-მდე ამხანაგობის თავმჯდომარე დაესწრო დღევანდელ შეხვედრას. ურთიერთობის ეს ფორმატი არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მაგალითი. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ მუდმივად ვიყოთ დიალოგში ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობების მეშვეობით ჩვენს მოსახლეობასთან, რომლებიც არიან პრინციპში მუნიციპალური და სახელმწიფო სერვისების საბოლოო მომხმარებლები. ყველა პროექტი აბსოლუტურად ჯანსაღია და რაც თავარია შინაარსობრივად სწორედ არის მორგებული ქალაქის საჭიროებებზე და პირველ რიგში იმისთვის, რომ მოსახლეობა უფრო კომფორტულად გრძნოდეს, უფრო დასულად გრძნოდეს თავს. თუმცა დღევანდელმა ფორუმმა ჩემი გადასახედიდან ნამდვილად მოლოდის გადააჭარბა. ეს არის გარკვეულწილად სიახლე იმ მიმართულებით, რომ შევეცდებით მაქსიმალურად გავაკეთოთ ადაპტაცია მსგავსი კომუნიკაციის სხვა მუნიციპალიტეტებშიც და ვფიქრობ, რომ ეს უმოკლეს ვადებში მოგცემს იმ პატარ-პატარა პრობლემების მოგვარებას, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს.